ძვირფასებო, ის არის ღირსი დიდების და ჩვენთვის პატივია, რომ ნაწილი ვართ მისი დიდების და მისი სახელის ამაღლების. წინა კვირას მე სურვილზე ვილაპარაკე და ძალიან საინტერესო გამოცხადებებში წაგვიყვანა უფლის სულმა და მომიწია კიდე გაგრძელება, ესე ვთქვათ, უფრო ღრმად ჩასვლა ამ საკითხში, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც ჩვენთვის ძალიან სანუკვარი, საყვარელი, მოსაწონი და სასურველი. ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ვიღაცას სურს ჩვენთან ყოფნა. ისიც ვიცით, რომ ეშმაკისთვის არის ასევე სასურველი ადამიანი და მე მინდა დღეს შევეხო საკითხს, ვიფასებო, რომ აღმოვაჩინოთ თუ ვისთვის ვართ სასურველი საერთოდ. გესმენთ? თუ ვართ სასურველი და ვისთვის უნდა ვიყოთ სასურველი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა უფლისთვის უნდა იყოს სასურველი. ამიტომ, ავიცი, ესეთი სათაურით დავიწყოთ, რომ იყავი სასურველი. თუ გიფიქრია იმაზე, თუ ვისთვის ხარ სასურველი. ხარ სასურველი საერთოდ ვინმესთვის. რატომ არის ბავშვისთვის ყველაზე სასურველი თავისი დედა? ყველაზე მეტად ის მას დედა უნდა, დედისკენ ილტვის და სურს, იმიტომ რომ დედა ეთამაშება მას, სურვილებს უსრულებს, კვებავს, ართობს, ზრუნავს და ყოველთვის ვიფასებო. იმათთვის ვართ სასურველი, ვისაც შეიძლება ვჭირდებით. არის ამაში ჩადებული პრინციპი უფლის. მაგრამ მინდა დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ძალიან ფაქიზად მივეპყროთ ამ საკითხს. ამიტომ გაკურთხებთ იესოს სახელით ყველას, მათაც ვინც ან არის პირდაპირ ეთერით ჩვენთან და ან შემდგომ შემოგვიერთდება, რომ სასურველი იყოთ. ჰალელუია. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი, რომ იყოს ღმერთისთვის სასურველი. და ეს მომგებიანიც არის. მაგრამ თუ ყოველ დღე არ ხარ უფლისთვის სასურველი, ყოველ დღე და მინდა ხაზი გაუსვა ამას, მაშინ ავტომატურად ხარ ეშმაკის სასურველ საზღვრებში აღმოჩენილი, რომელიც გიმონებს, რომელიც გატყუებს და რომელიც გაშინებს. ეს მისი ინსტრუმენტია. შანტაჟის ფორმით შეგაცდინოს, მოგატყუოს და შეგაშინოს. მისთვის სასურველი ხარ თუ ხარ ამაყი. ეშმაკისთვის სასურველია ის, ვინც არის ურჩი, ვინც არის თავნება და თავაშვებული. ეშმაკისთვის სასურველია ის, ვინც არის დამოუკიდებელი და ვინც არის თავისუფალი. მე მინდა შენს კონსპექტში დამარცხო ეგ სიტყვა, თავისუფალი. მოდი თუ შესაძლებლობა იქნება დავწეროთ თავის, წერტილი და უფალი. თავის, წერტილი და უფალი. და რას გვაძლევს ეს მოცემულობა, ძვირფასებო? შენ ხარ შენი თავისუფალი. აი რამდენად სახიფათო და საშიშია თავისუფლება. მე მიხვდით? და ეშმაკისთვის სასურველია ის, ვინც არის თავისუფალი. ჩვენ უფალმა გაგვათავისუფლა, ისევ ეშმაკის კლანჭებისგან, მაგრამ არა იმისთვის, რომ დავრჩეთ თავისუფლებაში. ჩვენ წამსვე და უყოვნებლივ უნდა შევყოთ ჩვენი თავი იესოს უღალში.
აი იქ არის ნამდვილი და ჭეშმარიტი თავისუფლება. ეშმაკისთვის სასურველი ხარ თუ ჩვეულებრივად ცხოვრობ, ხარ დაქვემდებარებული ნიკოტინზე და ეწევი, ეშმაკისთვის სასურველი ხარ თუ სვამ, ხებულობ ალკოჰოლს. შეფასებო, ალკოჰოლი არაბული სიტყვა ალკაჰარ დაახლოებით ესე ჟღერს და იცით რას ნიშნავს? არაბულად გონების მჭამელი სული. გონების მჭამელი სული. და ყოველი სიკვდილის აბსოლუტური უმრავლესობა 90%-მდე, შეიძლება მეტიც, პრობლემები, ოჯახურიც, ზოგადი არის შედეგი ალკოჰოლის. ნახეთ, რამდენად სასურველია ეშმაკისთვის ის ვინც სვამს. მოდით ნახოთ ესეთი პატარა ილუსტრაცია. თვრალი კაცი და დემონი როგორ ეფერება, ის მართავს, მის გონებას კლავს. გესმით? ხალხი უცნაურია, ესეთი მოსაზრება თითქოს ეშმაკმა გამოთქვაო, რომ უცნაურიაო ხალხი მათ უყვართ ღმერთი, მაგრამ სწოდავენ. ზულთ ეშმაკი, მაგრამ აკეთებენ იმას, რაც მოსწონს ეშმაკს. რაც სასურველია ეშმაკისთვის. არავის არ უყვარს ეშმაკი, მაგრამ ეშმაკისთვის სასურველს სჩადიან, ყველას უყვართ ღმერთი, მაგრამ სწოდავენ და არ უჯერებენ. რა პარადოქსია და ლოგიკური, ღრმა. აი ღმერთი ვის უყვარს, ყველა ასწევს ხელს, მაგრამ სწოდავენ. ვის ზულს ეშმაკი, რა თქმა უნდა, ყველას უკლებლივ და მას ახარებენ. და სად ვართ? როგორ უნდა ვიყოთ ესეთ ვითარებაში სასურველი ღმერთისთვის? სასურველია ეშმაკისთვის ის ვინც უფრო ღრმად შედის და ნარკოტიკის მონაა, ამ ტექნოლოგიებით დღევანდელი არის გაბრუებული, ჩართული მთლიანად, შემძვრალი ამ ესე ვთქვათ ტელეფონში, ინტერნეტში და ივსება გონება აბსოლუტური ნაგავით. დანაშაულებითა და ცოდვით ადამიანი არის ღმერთისთვის მკვდარი სულიერად. ჩვენ ცოდვისთვის მკვდრებმა ღმერთისთვის უпростоრად. ვიდრე არ იქნები მკვდარი ცოდვისთვის. გესმით? ეშმაკის სურვილისამებრ ასრულებენ გულის თქმებს და ხალხის სურვილს. ხალხის აზრი არის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღეს. და არის მნიშვნელოვანი სამწუხაროდ. ეშმაკს არ უნდა რომ გახდე სასურველი ღმერთისთვის. როგორც კი აღარ გაითვალისწინებ ხალხის აზრს, ტრადიციის აზრს, ამავე ხალხისთვის აღარ იქნები სასურველი. მანამდე ხარ სასურველი ხალხისთვის, ვიდრე იზიარებ მათ აზრს. როგორც კი აღარ გაიზიარებ, აღარ არგებ, აღარ ასიამოვნებ, უკვე აღარ ხარ სასურველი მათთვის. რაში გაწყობს რომ იყო სასურველი ხალხისთვის? დაუსვი შენს თავს კითხვა და იფიქრე ამაზე. რატომ გაწყობს? ხალხი
რომელიც ხელს გიწყობს, რომ იყოს სასურველი ეშმაკისთვის და არ იყოს სასურველი ღმერთისთვის. ჩამოშორდი ხალხი, რომელიც ეცდება, რომ იყოს სასურველი მისთვის და არ იყოს სასურველი ღმერთისთვის. ჩამოშორდი დროზე და სასწრაფოდ. გაუშვი შენი ცხოვრებიდან. ჩაულაგე ჩემოდნები, ადრე ჩემოდნები იყო ძვირფასებო. ეხლა ზურგჩანთებია. დიდს და პატარას მოხუც. ეგ უკიდეა. მოდით ნახოთ. ის რაც არასწორ ადამიანს უნდა აჩუქო, ეს არის ჩემოდანი, რათა აიბარგოს შენი ცხოვრებიდან. ამენ. გაუშვი თავისი ბარგი ბარხანით. საბოლოო ჯამში ღმერთის სამსჯავროზე რო წარსდგები, ვინმე ვერ აცდება ამას. პასუხ შენ აგებ შენს ნამოქმედარზე და არა ის ხალხი, რომელმაც ან გაიძულა, ან დაგახათრა, ან დაგაჟანტაჟა. ისინი აღარ იქნებიან იქ. ვინც დღეს შეიძლება პასუხისმგებელია რაღაცაზე და გეუბნება, არ არის პრობლემა. ჩემზე იყოს ეს. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი უნდა წარვდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა მივიღოთ სამაგიერო იმისი, რასაც ხორცში ცხოვრების დროს ვაკეთებდით, კეთილს თუ ბოროტს. ადამიანი კეთილსაც აკეთებს და ბოროტსაც. რამდენზე პროცენტულად ეგ შენიცი. გინდა და არ აკეთებ, არ გინდა და გამოგდის. ესეც შენიცი თუ რატო? იმიტომ რომ ვერ ამარჯვებინებ, ან არ ამარჯვებინებ სულს შენს ხორცზე. იმიტომ რომ ისინი მუდმივად, სანამ ცოცხალი იქნები, ბრძოლობენ ერთმანეთში. მეორე კორინთელთა 5:9. ამიტომ ვცდილობთ კიდეც, აქ ვიქნებით თუ იქ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ. აქ ვიდრე ცოცხალი ხარ, ნებისმიერ ტერიტორიაზე, შენ საზღვრებში ქვეყნის თუ საზღვარგარეთ. ან იქ მისთვის სასურველნი ვიყოთ. ვცდილობ, რომ იყო მისთვის სასურველი. რას აკეთებ იმისთვის, რომ იყო სასურველი უფლისთვის? რას აკეთებ იმისთვის, რომ იყო სასურველი უფლისთვის? რას აკეთებ? მომყვებით ვირფასებო. გინდა იყო სასურველი უფლისთვის. ვცდილობ, ირჯები, მოქმედებ, საცაც არიშურებ. ნუ გაშინებს მანიპულირება, ზეგავლენა. იესომ თქვა, რომ ნახეთ ვიფასებო, ხალხს გაყევითო კი არა, მე გამომყევითო. ამენ? უფალს არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გამომყევით მე. ჰალელუია. იესომ თქვა, მე გამომყევით. რატომ მიყვები ხალხს? ნუ ეცდები, რომ იყოს სასურველი ხალხისთვის. ცუდი საზოგადოება რყნის, კეთილს, ჩვევებს. რატო გვაფრთხილებს უფალი? ამას და ამდენჯერ. შენი მტერი, შენი შინაურებიაო, თქვა უფალმა. და მით უმეტეს გარეული. წარმოგიდგენია? თუ შინაური შეიძლება აღმოჩნდეს შენი მტერი, რატომ უნდა გაყვე გარეულს? სხვას? იქნება გარეული შენი მოკეთე, თუ შინაური შეიძლება იყოს შენი მტერი. რას ნიშნავს ეს ვირფასნო? ის ვისაც არ უნდა შენი უფალი, ვინც თავისუფალია. კიდე ერთხელ
გაუსვი ხაზი აი ამ კონტექსტს. დაწერე თავის პლუსი და მიაწერე უფალი. აი რას ნიშნავს თავისუფალი? შენ ხარ და შენი თავია, შენი უფალი, რაც არის დასაწყისი ყოველგვარი პრობლემის. ნებისმიერის. რატომ გადააყენა ღმერთმა საული? იმიტომ რომ ის არ იყო სასურველი ღმერთისთვის. რატომ არ იყო ძვირფასებო საული სასურველი ღმერთისთვის? ავტომატურად, იმიტომ რომ ის იყო სასურველი ხალხისთვის. გესმით? თუ ხარ სასურველი ხალხისთვის, ვერ იქნები სასურველი ღმერთისთვის. ერთდროულად ვერ მოახერხებ. ამენ? ან ერთისთვის ხარ სასურველი, ან მეორისთვის. თუ გინდა იყო სასურველი ღმერთისთვის, ყველა დანარჩენისთვის აღარ უნდა იყო. ამენ? ესე არა რომ დღეს, კრებულის დღეს, მსახურების დღეს, ეკლესიის დღეს, უფლის დღეს, წმინდა დღეს ხარ მისთვის სასურველი და სხვა დღეები იქნები სასურველი სხვა და ვიღაცისთვის, რაღაცისთვის. შენი საქციელი თუ იქნება უფლისთვის სასურველი, მაშინ მოგეხმარება და ნებისმიერი სიტუაციიდან გიხსნის უფალი. მეორე სამუელის 22 თავში. დავითი ამბობს, რომ გაშლილ სივრცეში გამიყვანა და მიიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის. რატომ იყო დავითი ძვირფასებო სასურველი მისთვის? იმიტომ რომ არ იყო სასურველი ყველა დანარჩენისთვის. და ღმერთი მოგაგებინებს ამ ბრძოლას. ეს არ არის უბრალოდ გადასადგმელი ნაბიჯი. ღმერთი გაგამარჯვებინებს. თუ გადაწყვეტ, რომ იყო სასურველი ღმერთისთვის. აბსოლუტურად. რატომ იხსნა ღმერთმა ისაკი სიკვდილისგან? ის არაფერს შუაში არ იყო. იმიტომ რომ მამამისი აბრაამი იყო სასურველი მისთვის. გესმით? ბევრია დამოკიდებული შენზე. შთამომავალთათვის. აბრაამის რწმენა სასურველი იყო უფლისთვის. რატომ იხსნა ღმერთმა დანიელი? მასზე წერია, რომ ის სასურველი, მოსაწონი, საყვარელი, ხმობილი, რჩეული კაცი იყო. აღმატებული სულის მქონე. ღმერთმა სასურველად ვცნო, რომ თავისი წმინდა სული დაესახლებინა და ეცხოვრა მისი მეშვეობით ჩვენში. და როგორ ეპყრობი ამ საკითხს? რატომ იყო სასურველი იონა ძვირფასნო ღმერთისთვის? ვინ იხსნა იონა? მტაცებელს. საჭმელს ვერ გამოაგდებინე, პირიქით ის იმიტომაც არის მტაცებელი, რომ თავისით შეჭამოს და შენაც მოგპაროს, მოგტაცოს. რატომ იხსნა ღმერთმა იონა? იმიტომ რომ ის იყო სასურველი ღმერთისთვის. ნახეთ იონას, ესე ვთქვათ, მოდით ნახოთ მულტფილმი. გაუცებული იონა. სად იყო და სად აღმოჩნდა? ნახეთ. აღმოჩნდა სასურველი ღმერთისთვის და ამიტომაც გაანთავისუფლა ღმერთმა. ალელუია. ყველას ვერ ჩამოთვლი. კითხულობთ ბიბლიას, რომ გაიგოთ, ვინ არის მისთვის სასურველი და რატომ? იმიტომ კი არა, რომ ის რაღაც განსაკუთრებულია. უარს ამბობს ყველა დანარჩენზე, რომ იყოს სასურველი ღმერთისთვის. აი ესეთი არის სასურველი ღმერთისთვის, ესეთი ადამიანი. პავლე და სილა გახსოვთ ძვირფასებო. რა გააკეთა? მოდით ნახოთ. არა მხოლოდ ხელებზე ჰქონდათ ბორკილები მათ, ფეხებიც. დაბმული ჰქონდათ ძალიან მძიმე ჯაჭვით. და ღმერთმა დაამსხვრია ყველაფერი. ღმერთი არასდროს სიმაგრეებს ანგრევს. ყოველი სიმაგრე, რომელიც არის შენში,
დაიმსხრევა თუ სასურველი იქნება მისთვის. რამ გამოიწვია ეს? ისინი კი არ წუწუნებდნენ, რომ რა გვეშველება, შვიდობით საყვარელო ოჯახო, მესიჯებს კი არ წერენ, რომ შეიძლება ვეღარ გამოვიდეთ ცოცხალი აქედან. ღმერთს განადიდებდნენ, იცოდნენ განაჩენი მათი. აი როგორ უნდა იყოს სასურველი ღმერთისთვის. ღმერთმა დაამსხრია ეშმაკის სიმაგრე. ამენ. თუ შენ გექნება სურვილი, ოდესმე გაგიჩნდება რომ გახდე სასურველი ღმერთისთვის, ის ყველანაირი სიმაგრეს დაანგრევს. შეწყვიტი ამ სიმაგრეების აშენება, გაძლიერება და გამყარება, გამტკიცება ეშმაკის სიმაგრეების შენ ცხოვრებაში. შეწყვიტე ხილულის დაჯერება, რაც შეიძლება რეალური იყოს ხორცის თვალისთვის და დაიწყე დანახვა იმისი, რაც გინდა შენ ცხოვრებაში. გება მას. რატომ გიხსნა შენ? ხარ სასურველი მისთვის. შენ გიხსნა იმისთვის, რომ გახდე სასურველი. რომ უფრო მეტი უფალი გახდე სასურველი შენთვის. მოდით ნახოთ იგავის მე-11 თავი. მათყუ არა სასწორი სისაძაგლია უფლის წინაშე. სწორი საწონი კი სასურველია მისთვის. რა საინტერესოა ძვირფასებო. კი ბატონო, შეიძლება ძალიან პატიოსანი ხარ და არ იტყუები, მაგრამ სხვასაც ისე უწონი, როგორც შენთვის გინდა, რომ იყოს აწონილი. შენ ხომ კარგი გინდა შენთვის რომ მოგიწონონ. ესევე უწონი სხვას. აიწონეო და მსუბუქი აღმოჩნდი. თუ შენ სასურველი არ ხარ ღმერთისთვის, იქ რო დადგები სასწორზე ბოლოს. სიტყვა უკვე ნათქვამია. მსუბუქი ხარ. სიმსუბუქია. ვინც არ არის ამ წუთის ოფერში სასურველი ღმერთისთვის. ფუჭი, ფშუტე, ჩატე, ქარაფშუტა. შეიძლება წუთის ოფრისთვის ძალიან მიღებული და დიდებული, წარჩინებული, ელიტარული, სვეტსკი, ყველაფერი ქონდა იმპერატორს, მეფეს. იმდენად გადახლართულია ადამიანი ამ ცხოვრებისეულ ორ მტრიალში, რომ თავს კარგავს და ეცდება რომ სასურველი გახდეს ყველასთვის. იქეთ მოდით აყოლილი მოდაზე, იქეთ ხალხის აზრით, იქეთ რაღაცით, აქეთ რაღაცით, რომ ჩატდება. მაგრამ ღმერთს აქვს სწორი სასწორი. იქონია სწორი სასწორი. ვერ დამძიმდები. ნახეთ სასწორი. სამართლიანი იყავი. იცით ხო თემიდას პრინციპი? არა მიკერძოებული. შეეწყვიტე მიკერძოება ეს ზულს უფალს. უფალი წმინდა მთაზე, ანუ სასუფეველში. ვის მიიყვანს? გინდა სასუფეველში. პირდაპირ არავინ არ მიფრინავს იქ. ვერავინ ვერ მიფრინდება. აქ გზა უნდა გაიარო. ვინც სასურველია მისთვის, ვინც არ ტოვებს შესაკრებელს, ნუ მიატოვებთო და იცავს წმინდა დღეს. ამენ. იცავს. სხვას კი არ ასწავლის, თავად აკეთებს. მისი მსხვერპლიც იქნება სასურველი. ვისაც უხარია და ხარობს, რომ არის სამლოცველო სახლში. უფალმა თქვა მე სამლოცველო სახლს ვუწოდებო ეკლესიას. ამენ.
ძვირფასებო, ეკლესია არ არის მუზეუმი. გესმით? რომ ექსპონატები აქვს და ნახე წმინდანები არიან ჩამოკიდებული. ან სკამზეს ხედა. ჰალელუია. რატომ ქვია ეკლესიას სამლოცველო სახლი? ღმერთმა შექმნა სამლოცველო სახლი, რომ იესოს რამე რო გაუჭირდება, მიატოვებს მამის ტახტს, მოვა, დაიწყებს ლოცვას და შენ გთხოვს რომ ილოცე რა ჩემთვის. რაღაც პრობლემა მაქვს. აქ რაღაცა მესობა. იქ ვალები მომიგროვდა. იქ ურთიერთობა დამეძავა. ვის ჭირდება ლოცვა? ჩვენ დღე გვაქვს გამოყოფილი ლოცვისთვის. ეს მაგვა შენთვის შექმნა დღე, რომ სამლოცველო სახლში მოხვიდე და ილოცო, იმიტომ რომ მისი ყური ღმერთმა, კი ბატონო, შექმნა, რომ მისი ყური იყოს მლოცველისადმი მიპყრობილი და შენ სადა ხარ? გავს გარანტია რომ სახლში რო ილოცებ მოგისმენს ღმერთი? გისმენს რომ ერთმანეთთან აღიარეთო, ილოცეთო ერთმანეთისთვის და განიკურნებითო. მოდით ნახოთ, ძალიან საინტერესო ადგილია ძვირფასებო. ესაიას 56 თავში საერთოდ წაიკითხეთ მე ეგ სახლი. წმინდა დღე არისო და ამიტომ იყავითო ამ დღეს არ მიატოვოთო, შაბათი წერია დასაწყისში, მაგრამ შემდეგ ჩემს წმინდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. სასურველი იქნება მათი სრულად დასაწყვეტები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისთვის. აი ვინ იქნება სასურველი, ვინც არის სამლოცველო სახლში? ვინც კი არ შემოივლის 1000 ერთხელ. საქმეები მოითავა, გაწვიმდა და რო არ დასველდეს, მოდი, შევეყუდრები. ვისაც უხარია აქ ყოფნა. გიხარია აქ რო ხარ? აი ამის შემდეგ, შენი მსხვერპლი და სრულად დასაწველი, არ ვიცი, ქველმოქმედება მეათედი შესაწირავი, რაც გინდა ის დაარქვი. იქნება მიღებული. მაგრამ სამლოცველო სახლი არის სამლოცველო სახლი. ეს არ არის კინოთეატრი. ილოცო უნდა. ამენ. მადლიერებით უნდა აუწყო ღმერთს შენი სურვილები. თხოვო უნდა. დიდება მას. ნებისმიერ მდგომარეობაში უნდა იყო ეკლესიაში. ერთი კარგი ილუსტრაცია ძალიან მომწონს. მოდით ნახოთ. სიცივეა მე დღეს ვერ წავალ. ან სიცხეა მე ვერ წავალ. ან რაღაც გრძნობ რომ ვერ უნდა წავიდე. შენ უფალს ეუბნები უარს ამით. მის დადგენილებას, მის სხეულში არ ყოფნას ადასტურებ. აღიარებ. ჰალელუია. ერთგული სასურველია უფლისთვის. ამენ. ვინც არ ტოვებს საკრებულოს. ერთმა ბრძენმა თქვა ძვირფასებო. ძალიან საინტერესო რამ არის. რომ დაიმახსოვრე, ვის გამო ხარ ამა თუ იმ სიტუაციაში. ღმერთი სასიკეთოდ მოგიტრიალებს. დაიმახსოვრე, ვინც გიღალატა რთულ დროს, როცა გჭირდებოდა. ასევე დაიმახსოვრე, ვინც გიერთგულა და დარჩა შენთან. ღმერთი უშვებს ჩვენ ცხოვრებაში ბევრ რამეს. და ყველაფერი სასიკეთოდ ეწება, მაგრამ მორწმუნეს. ამენ. ვისაც მოუნდება კი არა,
მის მორწმუნეს, ვინც მისთვის სასურველია. დიდება უფალს. შენი სული სინდისი სასურველია უფლისთვის. გეღურება ქენთვის ხმა. დამაკავშირებელი შენსა და უფალს შორის, რომ მოგეხმაროს და დაიცვა მისი სიტყვა. შვინვა და ფიქრები სასურველია უფლისთვის. ვის აქვს ენა? სასურველია შენი ენა უფლისთვის. ენის მოთვინიერებას რა უწყობს ხელს? თუ ის უფლისთვის იქნება სასურველი, ვერავინ ვერ მოათვინიერებს შენი ჩათვლით. აწონე ყოველი სიტყვა ვიდრე იტყვი. სად იტყვი? ვისთან იტყვი? და რატომ იტყვი? ანუ ყოველ სიტყვაზე მოგიწევს პასუხისგება. ყოველ ჩუმად ნათქვამზე. ზეციური გამაძლიერებელი იქნება იქ და ყველა გაიგონებს. ალო. ენა გააქვს ისევ. ამინ შეგიძლია თქვა. არის მე. ამინ და ჰალელუია რო თქვა ხშირად ენით. ნაკლებად შესწოდავ. ნაკლებად იჭორიგნებ, ნაკლებად ცილს დასწამებ, ნაკლებად იცრუებ, ნაკლებად იბილდ სიტყვაებ. მე-19 ფსალმურის მე-14 მუხლი. და ეს სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და სასურველი იყოს ფიქრები ჩემი გულისა, უფალო ბურჯო და გამომსხიდველო ჩემო. ფიქრი გულის ტვინის კი არა. შეიძლება ვინმე მკითხას უტვინო ხარ. რა უნდა ქნა, რა თქმა უნდა არ უნდა დაიჯერო. ანუ უფალს უნდა უთხრა რომ მომეცი ტვინი უფალო. შენ რომ მოგწონს ის ტვინი. რაც სასურველია ხალხისთვის ის ტვინი მომაშორე და შენი ტვინი მომეცი. მოციქული პავლე ამბობს ჩვენ ქრისტეს ტვინი გვაქვს. ამენ. ნუ აკვეხებ ქვეყნიერების და ტრადიციის ტვინს ქრისტეს ტვინთან. და სასურველი იყოს სიტყვებიო ჩემი პირის. იცი, შეიძლება სიტყვა მოგადგეს კაცს, მაგრამ ის სიტყვა პასუხს აგებს, როცა უკვე პირიდან გამოვარდება. მანამდე შეგიძლია რომ გადაყლაპო და მოინანიო. იბრძოლო და სამლოცველო სახლში ილოცო ამისთვის და უთხრა რომ ცოტა გამიგრძელდა ენა და ილოცეთ ვიფასებო მისი შემოκლებისთვის. უნდა უთხრა შენს მოყვარს. ამენ. ბევრი შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას. ის მართალი არ არის. შენ ხარ? ჰალელუია. მომყვებით მეგობრებო. დიდება უფალს. სიტყვა და საქმე ერთად არის? თანხლებია შენ სიტყვასთან საქმე. პარალელურად მიდიან? მოქმედება არის უფრო სასურველი ძვირფასებო. ნახეთ იგავი 21:3. მოქმედება მთავარი და არა რაღაც საქმიანობები. სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის. ორივე აუცილებელია, მაგრამ უფრო სასურველი უფლისთვის არის თუ შენ სამართლიანად იქცევი და სიმართლეს ლაპარაკობ. ძალიან მსხვერპლიანი ყოფილხარ. საოცრად, მაგრამ არ ყოფილხარ სამართლიანი. რეზონი? უფრო სასურველი. გინდა უფრო სასურველი იყო ღმერთისთვის შენი ცხოვრება. მსხვერპლთან ერთად სიმართლე და სამართლიანობა ჩაეჭიდე. რომ იყო სასურველი. ნუ თუ არა ხარ სასურველი ღმერთისთვის, გამორიცხულია ყველაფერი.
შენ მოგიწევს ჭიდილი ბრძოლა ამ ცხოვრებაში რომ თავი გაიტანო, მაგრამ თუ სასურველი ხარ, შენ სხვა საზრუნავი გექნება რომ უფალ სარგო. შენთვის უფალი იზრუნებს, ის გპირდება. ამენ. ღმერთისთვის ასევე სასურველია სულიერი მსხვერპლი, არა მატერიალური მხოლოდ. მადლიერება, ეს სულიერი მსხვერპლია ძვირფასებო. კმაყოფილება, სულიერი მსხვერპლია. მსხვერპლი უნდა გაიღო, რომ იყო. პრობლემებში მადლიერი. გასმენთ? ადვილი არ არის. სულიერი მსხვერპლია მორჩილება. სულიერი მსხვერპლია თავმდაბლობა. იესოს განდიდება სულიერი მსხვერპლია. პირველი პეტრე 2:5. თქვენც აშენდით ცოცხალ ქვევებით სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები. ცოცხალი ქვები ვართ ძვირფასებო. ამენ. სადაც უფალს უნდა ყოფნა, სადაც 2 და 3-ია უმეც იქ ვარ. ჰალელუია. რომ გამომუშავდეს შენში ეს თვისება, კონდეს ბევრი და სულიერი მსხვერპლი, ძალიან ბევრი. ლოცვა მარხვა, სულიერი მსხვერპლია. მიტევება, მსხვერპლი უნდა გაიღო, რთულია, როდესაც ცუდად გეპყრობია, მაგრამ ღმერთი სულიერ მსხვერპლს ელოდება და ვერანაირად სხვანაირად ვერ მიიღებს სულიერ მსხვერპლს. თუ ეს პრობლემა არ იქნება დაშვებული. ამიტომ უნდა თქვა, ჰალელუია, როცა განსასწრებში ვარდები, ეს შენს გასაძლიერებლად არის. ვის ეყურება ეს? ამიტომ კითხვა აღარ დასვა, რატო ხდება? რაღაც შენ ცხოვრებაში. და უფალი გაგამარჯვებინებს, თუ შენ უარს იტყვი. იმაზე, რაც შენი ხორცისთვის არის სასურველი. რაც ხალხის სურვილისთვის არის სასურველი. გაგაკეთებინებს უფალი და დაგეხმარება, თუ გადაწყვეტ რომ რაც ღმერთისთვის სასურველია, ის მოიმოქმედო მხოლოდ. ბიბლიის შესრულება სასურველია უფლისთვის. ისე უნდა გაჟდეს შენში ბიბლია, იცით, ოქროს ყდიანი რო გქონდეს. მორთული ძვირფასი ქვებით. ეშმაკს არ აშინებს. და მისთვის სასურველი ხარ, მაგრამ როდესაც აი ფესვებით გაჯდება შენში ღმერთის ნების შესრულება, მოსმენილის იყავი არა მხოლოდ მომსმენი, არამედ შემსრულებელი, აი მაშინ სასურველი ხდები ღმერთისთვის. ამენ. შეწყვიტე თავის მოტყუება. უთხარი რამოდენიმე შენს გვერდით აღარ მინდა ვიყო თავის მომტყუებელი. უთხარი კინო უღვიმი ხარ და ხელს უქნე უთხარი რომ აღარ მინდა ვიყო თავის მომტყუებელი. უმადური ადამიანი ყველას მიმართ პრეტენზიულია. პრეტენზია იცით საიდან? მისი საძირკველი არის უკმაყოფილო და უმადურება. ადამიანი უკმაყოფილო თუ არის, ის ყოველთვის პრეტენზიული და წუწუნა, ბუზღუნა, უკმაყოფილო, რომელიც ვეღარ გააჩერებს ენას და ლაპარაკობს, რაც უნდა. ხორცზე არის მიბმული, მოთხრიშე ხორცზე, ყირყიტონზე მიბმული ენა და ტვინს მიაბი. ამენ. ჰალელუია. შეგიძლია უფრო გემრიელად იცინო. ამენ. რატო იღიმი მოგუდულად? ყოველივე შენი მე ჯვარსაცვი ნებებთან და გულისხმებთან ერთად დაემშვიდობე შენს ნებას.
რომელიც არ არის კეთილი. თუ ჩემი ნება არ არის, მოდი ესე ვთქვათ, ჩემი ნება არ ყოფილა კეთილი. ჩემი ნება თურმე არ ყოფილა სრულყოფილი. თურმე ჩემი ნება არ ყოფილა სასურველი. ძვირფასებო, ღმერთის ნება სასურველი. ამენ. შენი ნება არ არის სასურველი. ნუ ხარ გსურს. ჰალელუია. რომაელთა 12-ის მეორეში არის ეს უცნობილესი ტექსტი. ნუ მიესადაგებით ამ წუთის სოფელს. არამედ შეიცარით რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სრულყოფილი და გარდა ისახელი თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ თუ რა არის ღვთის ნება, კეთილი, სრულყოფილი და სასურველი. სასურველია ძვირფასებო ღმერთის ნება. ამენ. იყავი მომთმენი და ღმერთისთვის სასურველი, რომლისთვისაც სასურველია. რა გახდა ღმერთისთვის სასურველი? რომ მისი მთელი სისავსე დავანებულიყო ქრისტეში. და ღმერთისთვის ასევე სასურველი არის ძვირფასნო, რომ შენში დაევანოს მისი უწმინდესი სული. გესმით? რა პატივია. მოდით ვიგზვორტი რას ამბობს, ნახოთ და დავამთავროთ ძვირფასებო. ადამიანი, რომელიც მიზნად დაისახავს ღმერთის ნების შესრულებას, დიდი მოთმინებით უნდა გამოირჩეოდეს. გინდა ღმერთის ნების შესრულება? ამას მომზადება ჭირდება. ეს არ არის, მინდა. იცი, ბევრი არჩევანი გაქვს და მინდა მაგალითად ნასკი ვიყიდო. უამრავი ყველა გეკაჩება, მოდი ჩემი იყიდე. ბამბუკის გამიკვირდა პირველად რომ გავიგონე ბამბუკის ნასკი, მუხის, წაბლის ნასკი, ანტონოვკის. ძვირფასებო, თუ გინდა ღმერთის ნება აღასრულო, მიზნად უნდა დაისახო. ყველაფერს, რასაც უმიზნებდი, დახუჭო თვალი და გადაწყვიტო, რომ ღმერთის ნების აღსრულება გინდა და დიდი მოთმინება უნდა იქონიო ამისთვის. მოთმინების გარეშე ვერ აღასრულებ ღმერთის ნებას და შესაბამისად ვერ იქნები მისთვის, უფლისთვის, იესოსთვის. სასურველი და ყველა თქვა ამენ ჩვენს უფალს. ამენ ძვირფასებო. გებო უფალს, მოდით წამოვდგეთ. დღეს ცოტა ადრე